სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც 2000 წლის 26 ნოემბერს იქნა ჩაწერილი და ჩვენ მალე დავამთავრეთ 57-დე ნაწილს. აქვე ჯონი იტყვის ამ კითხვის შემდეგ, რომ დარჩენილია ორი ქალბატონი მეგონი ორი კითხვა და იმას მოვამთავრებთ. და გავაგრძელებთ უორენ ვისპის ბიბლიური კომენტარების თარგმნასაც. შემდეგ კითხვა ძალიან ინფორმატიულია, შეიძლება ბევრი არ დაფიქრებულა, მე მომისმენია სხვათა შორის ეს კითხვა, ჩვენთანაც მახსოვს საუბრებშიც დაისვა ეს კითხვა და არის ძალიან მარტივი პასუხი ამაზე. საქმე ეხება ისრაელის გამოსვლას ეგვიპტიდან და წუწუნის საკვებზე. ჩვენ წავიკითხავთ ახლა გამოსვლის წიგნს, მე წაგიკითხავთ სანამდე ამ კითხვაზე გადავალ ქალბატონის კითხვა, რომელსაც ევა ქვია. მე ევა მქვია და ფიქრობ ჩემ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრად უფრო ადვილი იქნება ვიდრე ზოგიერთ სხვა კითხვაზე. როდესაც ისრაელის შვილები უდაბნოში იყვნენ და მანანაზე წუწუნებდნენ და ხორცევედრებოდნენ მოსეს. როგორც მე მესმის, ისინი ხორცს წარღვნის შემდეგ უკვე ჭამდნენ. რატომ არ ჭამდნენ იმ საქონელს, რომლებიც მათ გამოიყვანეს ეგვიპტიდან? მათ ხო ყავდათ ფარები, ჯოგები, რომლებიც თან წაიყვანეს. რატომ არ ჭამეს ეს ხორცი? და მე წავიკითხავ გამოსვლის წიგნის მე-12 თავს, რომელიც არ იქნა აქ დასახელებული, მაგრამ მე მოგიძიეთ თქვენ ეს ადგილი, რომელიც ფილმშიც კი არის, სადაც არის 10 მცნება ცნობილი ფილმი მოსესე. 38 მუხლიან. უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი. და გამოაცხოს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კვერები, ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან. საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვდნენ. ჯონ მაკარტური პასუხობს ამას. კარგით, ფიქრობ კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის ის თუ რამდენ ხანს და რამდენი ექნებოდათ ეს მარაგი. ცხადი ხდება, რომ მათ საკვები სჭირდებათ და არა აქვთ. ამიტომ ფიქრობ კითხვაზე ერთადერთი პასუხი იქნება, თუ ეს ფარები გამოვიდნენ მათთან ერთად, ამას გვეუბნება ბიბლია, გახსოვთ, ადამიანი 2 მილიონი იყო და მეტი, თავის ბავშვებიანა და შვილებიანა, ხო, ოჯახებით. ამ დროისათვის ალბათ უკვე ძალიან მარაგი უკვე შემცირებული იქნებოდა. მათ სხვა საკვები არ ექნებოდათ და ბუნებრივია ის ყველა საკვები მოიხმარიეს საქონლის ჩათვლით. იქ გამრავლება ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ უდაბნოში იყვნენ, იქ საქონლის საკვებიც არ იყო. და ეს ძალიან რთული ადგილი იქნებოდა საკვების მოსაძიებლად. ასე რომ უნდა ვივარაუდოთ, როდესაც ისინი მოვიდნენ, საკვები, ხორცი, ყველაფერი რა ჭირდებოდათ, უკვე მათ გამოვლეული აქვთ. ეს არის ამ კითხვაზე პასუხის სწორი ერთადერთი გზა. და პასუხი კითხვას დამსველი კიდე ეუბნება. ანუ მათ უკვე ამოწურული ქონდათ ხორცი? დიახ, რაც ქონდათ, ცხადია, უკვე დიდი ხნის წინ გაქრა და შესაძლოა ადრეც გაქრებოდა. რადგან მათ სხვა რესურსი არ ქონდათ. გულისხმობ, რომ ასე მოგზაურობ, როცა მომთაბარეობ და არაფერი არ აქვს, მოსავალი არ მოდის, ვერ რგავ და გზაში ხარ, ბუნებრივია, რაც გაქვს იმ მარაგს მთლიანად იყენებ. და სასწრაფოდ ძალიან მალე საკმაოდ სწრაფად შეჭამეს. შემდეგ უკვე უფალმა დაიწყო მათთვის გვახსოვს მანანის მიცემა და მათ ხორცი მოენატრათ და მოუნდათ. ამიტომ უფალმა უზრუნველყო ეს მათთვის გახსოვთ წყერის მოყვანით. ეს არის პასუხი. მადლობა პასუხისათვის, ჯონ.